ირაკლი კობახიძისგან დღეს ძალიან ბევრი რამ მოვისმინეთ ეკონომიკაზე. ის რომ გადააჭარბებენ ზრდის პროგნოზს, ის რომ გაორმაგებულია ეკონომიკა, რომ ინვესტიცია მოიზიდეს და კობახიძე ამაყობს 6 მილიარდიანი არაბული ინვესტიციით, რომელიც ჯერ მხოლოდ მემორანდუმია და რეალური შედეგი ამ დრომდე არ ჩანს. კობახიძის მტკიცებით 2022 წლიდან ლამის 200,000 სამუშაო ადგილი შექმნეს, ეკონომიკა აისახება ხალხზე და საშუალო ხელფასის იზრდება, თუმცა საზოგადოება ამ ყველაფერს ვერ გრძნობს. ეკონომისტები პირდაპირ ამბობენ, რომ ყველა რიცხვი, რომელიც დღეს ჩვენ მოვისმინეთ კობახიძისგან, არის სრული манипуляცია და არც იმას გამორიცხავენ, რომ საქსტატის მონაცემებს ჰქონდეს თავისი როლი ქართული ოცნების ხელმძღვანელობის ამ ტიპის манипуляციებში. როგორია რეალობა? შესაძლოა კობახიძე ამაყობს უცხოური ინვესტიციების მოზიდვით, თუმცა ბოლო მონაცემებით 8%-მდე იყო პირველ კვარტალში ინვესტიციები შემცირებული და ეს იყო ყველაზე ცუდი მაჩვენებელი თუ პანდემიურ პერიოდს გამოვრიცხავთ ბოლო 10 წლის განმავლობაში. საშუალო ხელფასის ზრდა კი ძირითადად რითიც ასევე ამაყობს კობახიძე განპირობებულია კოლოსალური ხელფასებით, რომელიც ან რამდენიმე სექტორშია, ან რომელიც ჩინოვნიკებს აქვთ. ამიტომ ეკონომისტები ახსენებენ ირაკლი კობახიძეს, რომ ეს არ არის რეალური შედეგები, არც ქართული ოცნების ეკონომიკური პოლიტიკის შედეგი, ადამიანებს კი მძიმე ყოფაში უწევთ ცხოვრება, ისინი ან ქვეყანას ტოვებენ, ან რჩებიან საქართველოში და მინიმალური ხელფასებით აგრძელებენ ცხოვრებას. კონდეს მაღალი ეკონომიკური და როცა სასამართლო არ გვივარგა, როდესაც სამართლიანობის საქმე არ არის ქვეყანაში, როდესაც ფაქტობრივად ერთ ოჯახზე მუშაობს მთავრობა, პარლამენტი, ყველაფერი. სწრაფი ეკონომიკის და რომელიც 22-ში, 23-ში და 24-ში ქონდა, რომელიც ფაქტია რომ ქონდა, არის გამოწვეული რუსების დიდი რაოდენობით შემოსვლით მაგდროს ქვეყანაში, არის გამოწვეული იმ გადამისამართებით სხვა ეკონომიკური აქტივობების, რომელიც სხვანაირად საქართველოს ვერ გამოვიდა და ასე შემდეგ. თუ მარტო რაღაცა პოლიტიკური პროპაგანდის ასე თქვა სიფრთხილეში ვიქნებით და მაგანზომელებაში ვიქნებით, ენას ზვალი არ აქვს, ასე რომ რაც უნდა იმას დაიბრალებს. გამოთქმა ისეთ რომ ჯერ უნდა გადახდე და მე უნდა თქვა ოპლა, ხო? ამიტომ ჯერ მოიზდენეს ინვესტიცია და მე ვილაპარაკოთ. მაქსიმუმი რაც დადეს ქართული ოცნების ეკონომიკური პოლიტიკის შედეგად არის 2 მილიარდი. 2 მილიარდი იყო პირდაპირ დოლარი, 2 მილიარდი იყო პირდაპირ ინვესტიციები 2007 წელს. გაცილებით უფრო პატარა ეკონომიკაში. ფაქტობრივად მე-4 ზომაში ეკონომიკისაც დღეს გვაქვს. რატომ უნდა მოუნდეს ვიღაც მსხვილ უცხოელ კომპანიებს თქვა საქართველოში ფულის ჩადება. ქართული ოცნება არ ღალატობს თავის ასე თქვა სახეს, რომელიც შეიძლება დახასიათდეს როგორც უზნეობა და სიცრუე. არც ერთი რიცხვი რაც დღეს კობახიძემ ახსენა არ არის სწორი. ყველა არის გაყალბებული. და ამ გაყალბების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი არის სტატისტიკის სახელმწიფო სამსახური. ანუ ჩვენი მოქალაქეები გადიან ქვეყნიდან, ქვეყანა იცვლება და თურმე უმუშევრობა მცირდება. რის ხარჯზე? გასული ხალხის ხარჯზე, უცხოელების ხარჯზე, რომელსაც ბიუჯეტში არაფერი არ შეაქვს, სოციალურად დაუცველი პროგრამებით, რომელიც 120 მილიონია და წყალში გადაყრილი ფულია, ადამიანების 200 ლარიან სამსახურებში გაფორმებად, დარაჯებად, სასაფლაოებზე, სკოლებში და ასე შემდეგ და აი ეს რიცხვი ასე თქვა დასაქმებულებში არის წამატებული. манипуляция. აი ერთი სიტყვით შეიძლება დახასიათდეს ის რაც დღეს ჩვენ მოვისმინეთ. ქვეყანა ღატაკდება, ინვესტიციები არ შემოდის და რაღაც დუბაის 6 მილიარდიანი ზღაპრებით აბოლებენ ხალხს. ირაკლი კობახიძემ არაერთი სტატისტიკური მონაცემი მოიყვანა მაგალითად და ნიშანდობლივია ის, რომ სათითაოდ ყველა მონაცემს ის ადარებდა 2012 წლის პერიოდს და სწორედ ამის მიხედვით მსჯელობდა. დღეს ბევრჯერ მოვისმინეთ მისგან გავაორმაგეთ, გავახუთმაგეთ, ისტორიული რეკორდი მოვხსენით და ასე შემდეგ, თუმცა სპეციალისტებისთვის, რომელიც აკვირდებიან თუ რა ხდება დღესდღეობით საქართველოს ეკონომიკაში, ყველა ეს რიცხვი არის უბრალოდ манипуляция.